მოგესალმებით მეგობრებო, მე გაბრიელი ვარ, ეს მოტუაურა, დღევანდელი ჩემი სტუმარი კი ულამაზესი და უმშვენიერესი ნინი ხიმშიაშვილია. აბა, რა შვები, როგორ ხარ? ორი სიტყვით მოგვიყევი? მშვენივრად, რაც ამინდები გამოვიდა უფრო კარგად. სულ მაინც წვიმებია. ბოლომდე მაინც ვერ გამოვიდა. ხანი უქონდა ზამთარი სამწუხაროდ კი. გაგვიგრძელდა ძალიან და ეს ჩვენთვის ძალიან სტრესულია, ასე ვთქვათ, ბაიკის მოყვარულებისთვის, იმიტომ რომ ერთი სული გვაქვს, კაი ამინდები გამოვიდეს, რომ სადმოშორს წავიდეთ. კი. ჩემი პირველი კითხვა ტრადიციულად ეხება ხოლმე პირველ მოტოციკლეტს. შენი პირველი მოტოციკლეტი რა იყო და რა ემოციები გაკავშირებს მასთან, რომ მოგვიყვე? ჩემი პირველი მოტოციკლეტი იყო 9-თა შორის ყველას გავუკვირდება, ალბათ ნინძა 300 იყო, იყო თეთრი. ეს მაყიდინეს ესე სკოლაში ვერ ვსწავლობდი, მინდოდა რომ მალევე მეყიდა რაღაც ბაიკი და გავალეხა, ავიღებ უცბად მართვის მოწყობას და დავждდები თქო და ვიყიდე ნინძა 300, იმ მომენტში იყიდებოდა მარტო ან თეთრი, ან რაღაც ესეთი მწვანე ან რაღაც და თეთრი ვიყიდე იმის იმედით, რომ ამას მე გადავაკრავდი შავს, ან შევიღებავდი, ან რაღაც, თავიდან რომ მინდოდა რომ შავი ყოფილიყო. და რაღაცებს ვერ მოხერხდა მოკლედ ამის შეღებვა და აი ხომ მეყენა ეს მოტოციკლეტი ჩამოვიდოდი რომ უყურებდი აი არ მომწონდა გაჯდომა არ მინდოდა საერთოდ არ მიზიდავდა მოკლედ ეს ბაიკი და სადღაც 6 თვეში დაიდო მე გასაყიდად ნინძა 400 სულ შავი ზუსტად 2 საათში გავყიდე 300 და ვიყიდე ის. მე ეს უკვე იმდენად მომწონდა, რომ აი მართლა ზამთარში, ზაფხულშიც, გაზაფხულზე სადაც წელიწადი და 8 თვე მაგით ვიარე რა. ანუ რეალურად ეს რაც ვატარე, პირველი ალბათ უფრო 400 ითვლება რა. სანო გადავალთ შემდეგ მოტოციკლზე, მაინტერესებს, ან თავიდან რატო გაგიჩნდა მოტოციკლეთის სიყვარული, რამ განაპირობას? ეგ ცოტა გრძელი ისტორია, მოკლედ ბიძა ჩემს უყვარდა ძალიან სპორტბაიკები, ძალიან. და ვიყავი ალბათ სადღაც 8 წლის, რომ თავის გარაჟი ქონდა დიდი მანქანა და ბაიკი ეყენა ესე, მაშინ ყავდა Yamaha R1. და რო ჩავედი დაქოქა და რო დაქოქა და ეს ხმა რო გავიგე, აი რაღაც შევირყი მაგ დროს მეთქი ეს მეც მინდა თქო. მაგას აქ შეუთხარ რომ მეთქი ხო წაი მაკატავე თქო. ისიც რაღაცა ისეთი ტიპი იყო რომ კიო რა პრობლემაო წავიდა ჩაფხუტი უნდა მოეძებნა პატარა ზომა რაღაცა მე ბებია ჩემ ისე უნდა გადმოუყურა შენ ყوار გაგიჟდიო 8 წლის ბავშვს არ უნდა დასვაო და არაო და აი მაგის მერს უჩარჩილელი მქონდა რომ აი რაღაცა სასწაულია და ეს Yamaha მქონდა მაქედანვე რომ აი Yamaha მომწონს R1 მინდა მყავდეს და მაშინ შემიყვარდა ესე ვთქვათ რა მაგრამ ეს ინტერესი რომ დაინახეს ოჯახში ჩემი მხრიდან რომ აი ბაიკი მაინტერესებდა სულ მეუბნებოდნენ რომ აი არ არსებობს რო იყიდო საბუროებს და გიჭრით დავწვავთ რა ანუ აი ძალიან ისეთ ჩამიდეს თავში რომ ეს არა რა სხვა რაღაცაზე იფიქრე მე ეს მთელი ჩემი ყურადღება გადავიტანე მანქანებზე სპორტულ მანქანებზე რომ აი ბაიკი თუ არა მოდი მანქანა შეიძლება და რო გავიზარდე ეხლა უკვე ჩემით ვიღებდი გადაწყვეტილებას მე ვიყიდე. იყიდე ბავშვობის ნატურალად ხონდა ეს. მაგ ნინძა 400-ის მერე რომელი იყო უკვე? ნინძა 400-ის მერე იყო უკვე R6 შავი. R6-ის მერე R1, R6-ის მყავს და R1-იც ახლა ორივე ერთად. ანუ Yamaha-ს მოყვარული იყო, უბრალოდ Kawasaki-ზე დაამოღამე თავიდან ტარება, ასე ვთქვათ. ეს დაბალი კუბატურა აუცილებელია ჩემი აზრით და ყველაზე კომფორტული მომენტში ეკიყიდებოდა და ეგ ვიყიდე. უკვე საკმაოდ დიდი ხნის გამოცდილება გაქვს ამ მოტოციკლზე. ახლა მეხუთე სეზონი როგორც ვეძახით დაიწყო. რაც დადიხარ. და როგორც ვიცი, შორგზებზე გიყვარს შენს სიარული. აი, შარშან პირველად, მაგამდე ესე კახეთში ცოტა ეს 1-2 საათის გზა და დავდიოდი ხოლმე და მომწონდა და შარშან პირველად R1-ით წავედი. აი ძალიან ბევრჯერ ყაზბეგი, მერე ვიყავით ბათუმში, მერე შეკვეთილში, აი ბევრჯერ გავედით რა ქალაქ გარეთ და იმდენად მომეწონა, რომ აი ქალაქში რაღაც ცოტა დამეკარგა სურვილი, დისაც აღარ მხიბლობს საცობში დგომა, მით უმეტეს ახლა ლიტრიანი ბაიკით მით უმეტეს. ანუ შენი სტორები რომ ხვდებოდა, რაღაც დილით შეიძლება გამეხსნა და კახეთში იყავე. მერე უცებ ბათუმი, მერე ყაზბეგი და მეთქი რამდენია კი. ზაფხული შარშან კარგად ვიარეთ, აი რა შეიძლება რომ ერთ წელიწადში გაატარო მოტოციკლით, 3 თვეში გავატარე მართლა. უკვე ფიქრობდი, მეთქი 2 ხო არ არის, 3 მინით ხო და მართლა აი სულ დავდიოდით. აი როგორც კი ოდნავ კარგი ამინდი იყო, დავდიოდით, ვითომ უყურავთ ამ პროგნოზებს, რომ აი ეხა ბათუმში წავიდეთ, არ წვიმს რაღაცა და გზაში აუცილებლად რა თქმა უნდა. წვიმაც იყო, ქარიც იყო ყველაფერი, მაგრამ მაინც რაღაცნაირად იმდენად ქსიამოვნებს, ახლა შენ კი იცი შორგზაზე სიარულის ფასი რა არის. და დადიოდი ვისთან ერთად?
ჩემი მეგობარი ელზა, მაგასთან ერთად დავდივართ ძირითადად, ანუ ეს დიდ გზებზე. თქვენ ორნი დადიხართ. მე კი ვიცოდი თორებიდან, მაგრამ ჩვენ ორნი დავდივართ. რამდენიმე ხნის წინ უბრალოდ TikTok-ზე ერთი პატარა ვიდეო ჩავწერე, რომ ვისთან ერთად გსურთ, რომ ვიდეო გადავიღოთ, ხო და აი მე მგონი ყოველი მესამე, მეოთხე ადამიანი გნიშნავდა შენ. ძალიან დიდი ინტერესი აქვს ხალხს შენს მიმართ. და ალბათ იქიდან გამომდინარეც, რომ შენ ვიდეოებში ნაკლებად საუბრობ ხოლმე, უფრო მოძრაობა, მუსიკა დადებული და ხალხს აინტერესებს შენ შესახებ. და რაღაც რომ მოუყვე კიდე შენი მიზნები, რა გაქვს, რას აპირებს ამომავლოდ ბაიკთან დაკავშირებით და რაღაც ხალხს რო გავაცნოთ ეს ყველაფერი. ეს ინტერესი არის ჯერ თავიდან საერთოდ არ იცოდნენ ალბათ 1-2 წელი რომ ქართველი ვიყავი, ანუ უკვირდათ ნელ-ნელა რაღაც ქართულ კომენტარს რო დაინახავდნენ, ან ქართულ გრუპას უხავდი. იქ მე ნომერი გამოჩნდა ბაიკის რაღაც ვიდეოში, რომ ქართული ნომერი იყო, იქ მე თვითონ სიტყვა ქუჩა ეცნოთ რაღაცას, ნელ-ნელა გაიგეს რომ ვიყავი ქართველი, ანუ დღემდე ბევრმა არ იცის, მე მგონი კიდე მიწერენ ხოლმე რაღაც კომენტარს, რომ აი ქართველი ხარ და კი მეთქი. იმიტომ რომ ხო ეს საუბარი ნაკლებად, ანუ არ მიყვარს უბრალოდ ეგეთი ვიდეოების ჩაწერა, თუ რაღაცა ერთი აუცილებელი არ არის, რაღაც ჩემი აზრით თქვა ხოლმე რაღაცასთან დაკავშირებით, ისე თავს ვიკავებ. შესაბამისად ალბათ მაგქიდან გამომდინარე უფრო აქვს ინტერესი რა შეიძლება ვილაპარაკო, მაგრამ საომავლო გეგმები, რა ვიცი, ანუ ერთი ბაიკის დამატება მინდა. Yamaha ალბათ. არა, სხვა. ანუ Yamaha მეტი რა გამოდავამატო, ანუ ყველაზე კარგი რაც გამოუშვიაოდეს მე Yamaha-ს ორივე მყავს, ხო? მაშინ მივხვდები დაახლოებით რაზეც არის საუბარი უკვე. სურათიც ხო არ გედა? არა, ჯერჯერავით არ ვიძახი ესე, მაგრამ სადღაც 1.6-7 თვეა უკვე მინდა და ვცდილობ რომ რაღაცნაირად ისე გავაკეთო, რომ არ მომიწიოს არც ერთის გაყიდვა და მესამე იყოს ეგ ბაიკი, იმიტომ რომ ვერ ველები Yamaha-ს რაღაცნაირად მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვის თვალში ჯობდეს რაღაც სხვა ბაიკი, მაგრამ რაღაც ჩემთვის პირველია ვიზუალურად და ყველაფერი. მოტომოყვარულთან ერთად ხარ ძალიან ავტომოყვარული. კი. მაგრამ ძალიან ნაკლებად მხდება ხოლმე მანქანის ვიდეოები და რატო უფრო მოტოზე ხარ გადართული ხო ძირითადად? ავტომოყვარულთან აი ძალიან დიდი ხანია ვარ, ალბათ 13 წელიდან, ნუ აი ძალიან ცუდ რაღაცას ვიძახი, არ გაიმეოროთ. მანქანას უპარავდი ხოლმე სახლიდან. ეგ არ ქნათ ბავშვობა? არა, ეგ არ შეიძლება მართლა, იმიტომ რომ დავამტვრია ძალიან ბევრჯერ, რავი, რაღაც ძალიან ცუდი რაღაცები მაქვს გაკეთებული და მერე ანუ იმდენად მივეჩვია მტარებას, რომ ყოველთვის მინდა მაღალი ძრავი, კუპე, დაბალი, ორკაციანი ეგეთი მანქანები და რაღაც დღემდე არ ვაღიარებ არც ჯიპს, არც რაღაც ისეთ 3.2 დიზელი, ისეთ ეკონომიურია, ცოტას დაწყოს, ანუ არ მომწონს რა. და სხვა შორის აი ეგ გამომადგა ძალიან მერე ბაიკზე რომ გადავჭექი, იმიტომ რომ აუცილებელია რაღაც მანქანის ძღოლი როცა ხარ, იცი სხვა მანქანებისგან რა მოელოდო, რას მოელოდო, მithumetes როცა ექსტრემალურად ქალაქში ატარებ და ბაიკით ყველა ვარიანტში გიწევს გაძრომა, გამოძრომა და გზას უფრო მარტივად კითხულობ რა, იცი რა მოლოდინი უნდა გქონდეს და ეგ ძალიან დამეხმარა იმაში, რომ თქვათ მე 3 დღეს არ წავიქეცი ქალაქში, ან არ დავეჯახე ვიღაცას, ანუ ძალიან ბევრს ნიშნავს. უბრალოდ აი იმდენად ხშირად მლანძღავდნენ ამ მანქანის ვიდეოებზე. რომ ვდებდი, რომ რაღაცა ბოლოს დავანებე თავი რა. შევეშვი მაგ ამბობს. ჩემთვის არის ეგ უფრო რა. მე რო დავდივარ. მოტოციკლზე არ ილანძღები ხო? კი, მაგაზეც ვილანძღებია. რაღაც სხვადასხვა იმაზე, რომ აი თქვათ დიდია ჩემთვის ბაიკი. უტარება არ ვიცი ვიდეოებისთვის მყავს ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, სტანდარტული ყველა გოგორაზეც ილანძღება, ალბათ იმაზე ვილანძღები მეც, მაგრამ ისეთი სიხშირით არა როგორც მანქანაზე, იმიტომ რომ მანქანა მიყვარს მართლა თუ მყავს აუცილებლად მაღალძრავიანი უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ძვირიანია, იაფიანია, იაპონურია, გერმანულია, მაღალი ძრავი უნდა კონდეს. და რაღაც ისეთ ჭრილში გამყავთ, რომ აი ეგეთი მანქანები მოუწონს და რაღაცა მარიაჟობ და რაღაც ეგრე არ არის რა. ეხლა მაგალითად მე მირჩევნია რაღაც დიდ ძვირიან ჯიპს ვიყიდო, ცოტა იაფიანი და სპორტული მანქანა. ეს ძალიან გემოვნების ამბავი. კი. რატომღაც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ესეთი წარმოდგენა, რომ მოტოციკლეტი რო ატარო, გჭირდება ფიზიკური ძალა. რომ რაღაც დაიმორჩილო და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად არ არის საჭირო ბალანს, როგორც კი დაიცავ, მე საერთოდ აღარ გჭირდება ძალის დატანება. და რა ნინი არის მე მგონი ნათელი მაგალითი, რომ საერთოდ არ გჭირდება ფიზიკური რაღაც დიდი ძალა.
იცი რა არის, არა, ძალა რა თქმა უნდა სიარულის დროს არ ჭირდება ეს ბალანსის ამბავია, ალბათ უფრო მეტად გრძნობ სიმძიმეს გაჩერების დროს, თუ მოტრიალება გინდა და ხელით გიწევს მაგ დროს, გოგოს ალბათ უფრო უჭირს ჩემი აზრით რა, მით უმეტეს თუ მართლა არ გაქვს ცოტა ეს რაღაც. თორემ ტარების მომენტში ძალა ხო, მე თამამად შემიძლია თქვა, რომ ბევრი ქართველი გოგო, ბევრი ქართველ ბიჭზეც უნდაც უკეთესად ატარებს მოტოციკლს. ეს უბრალოდ სტერეოტიპია, რომ ხალი არ უნდა და ვერ ატარებს. მარტო ბაიგზე არ არის, მანქანაც ეგრე არის, ხა 15 წელია, მანქანით დავდივარ ქალაქში და 15 წელია ეს სტერეოტიპი ვერ გადავიდა, რომ ხალი ზის, მართლა შემხოდრია ქუჩაში ისეთი ხალები, მართლა რო ვერ ატარებენ, აი მართლა. მაგრამ კაცი შემხოდრია ეგეთი ბევრი. ბევრი დადის აკეცილი სარკეებით, არ ჭირდება საერთოდ შუა ხუთძოლიან გზაზე და გადადის გადმოცესაზღლოს სარკე საერთოდ არ აქვს და ეგეთი კაციც არის და ქალიც არის, რაღაც ის რომ ქალია და მაგიტო არა. კი ბატონო. კიდე მოგვს შენთან ესეთი შეკითხვა, რატომ მაინც და მაინც შავი მოტოციკლეტი, შავი ჩაცმულობა, შავი ჩაფოთი, სულ შავი? ესეც ბავშვობის ამბავია, ალბათ ბავშვობიდან მიყვარდა შავი ფერი და სკოლაშიც კი რაღაცა შავი მუქი ფერი მეცვა, სხვაჩვენს დედაჩემს არ უყვარდა ხოლმე მომენტი, რომ რაღაცა ჩაიცუცა და ბავშვი ხარ ღია. არა, რაღაცა ეგრე ბავშვობიდან მქონდა და ბაიკს რაც შეეხება, თავიდან ხო რუკოლოდი არ ნუ 300-იანი, 400-იანი, აი ეს 600 რაღაც აიგენი არ ვიცოდი რას ნიშნავდა. სტრიტი რა არის, სპორტი რა არის? არა, სპორტი ვიცოდი, ანუ სხვა ბაიკები არ ვიცოდი, ვიცოდი რომ მომწონდა სპორტი, მომწონდა Yamaha NR6-იანი ერთ-ერთი შავი, ანუ სხვა არაფერი არ ვიცოდი, სხვა ბაიკიც არ ვიცოდი რა იყო. და რომ მივედი სკოლაში, მე-2 მე-3 გაკვეთილია და მეუბნები ლადოს რეაქცია ალბათ წარვიდნენ, მეთქი ახლა მე ერექსი დავიყეთე შავ. ანუ არა, ეგ არ გამოვაო, ახლა ჯერ ცოტა დაბალი კუბატურით უნდა დაიწყო. არა, მეთქი მარტო შავი ერექსისთვის მოვედი, ეგ ვატარო. ანუ თავიდან ვიცოდი რომ მინდოდა შავი ერექსი, ან ერთ-ერთი. მე მივხვდი რომ ლიტრიანი თორე დავიწყებდი და ჩამოვედი ერექსზე. ანუ კავასაკი მაინც ლადოს რჩევა იყო. კი, რა თქმა უნდა. კავასაკი ლადოს რჩევა იყო კი და თეთრიც ლადოს რჩევა იყო. ეგ ფერი შეგაჩვენა. მე ძალიან ცდილობდა რომ 3 თვე რაღაცას ფსიქოლოგიურად შევეგვიებინე რომ ეს თეთრია და ძალიან ლამაზია და გზაზე ჩანხარ და მაშინ მართლა სხვა შორის მე რო დავჯექი, ყველა სპორტბაიკი იყო ძალიან ჭრელი, ანუ ან წითელი, ან მწვანე, ან სხვადასხვა ფერებში და რაღაც მომენტში მართალია მაგაში ვინც იცახის რომ ანუ უნდა ჩანდეს გზაზე, ხა შავი არ ჩანს, მით უმეტეს შავი რო გაცვია, შავი შლემი და სულ შავი ხარ, ეგრე ვერ ხედავენ მანქანები, როგორც აი თქვა წითელ ბაიკზე ან მწვანეზე და ეგ მართალია, მაგრამ აი ხო რომ გავიხედოთ რამდენი შავი მოტოციკლი. ძალიან მომრავლდა კი ბოლო პერიოდში. კი. ხალხი ძალიან გწნობს ქუჩაში რო დადიხარ, რაც ხშირად ხდება ხოლმე ვიდეოებიც, რომ ას ვიდეოს გიღებენ, ხელს გიქნევენ და ასე შემდეგ. ხვდებიან, ანუ ვინ ხარ თუ უბრალოდ გოგოს რო დაინახავენ მოტოციკლზე რეაქცია. არის იმდენად მოგმართავენ ნინი შენ ხარ ან რა მსგავსი? კი, სხვა შორის, მაგრამ იმდენად ბევრი გოგო დადის, ეხლა ბაიკით, ანუ ყველანაირი კუბატურით. მე რო თავიდან დავჯექი, მართლა ძალიან ცოტანი ვიყავით, აი ძალიან ცოტა ჩამოითვლინდი, იმდენად ცოტანი ვიყავით. იმ ცოტადან კიდე მაღალ კუბატურას ალბათ მაქსიმუმ 3 მოვატარებდა, მაშინ ყველას დაბალი კუბატურა ყავდა და მაშინ ალბათ მართლა უყვირდათ, აი ერექსი თავიდან რომ გამოვიყვანე და ეს თავისი ხმა ქონდა, დიდი იყო, მე პატარა ვიყავი რაღაცას, რომ დამენახავდნენ შუქნიშანს, აი ცოტა გაოგნებული მიყურებდნენ, მაგრამ აი ხა იმდენად შეეჩვია თვალი ყველასი და იმდენად ბევრი გოგო დადის, რომ ანუ რეაქცია ეს რო გითხარ, რომ აი რამე ისეთი რეაქცია აქვს, არა. ეს ვიდეოები ყველას ვიცაც ხდება ინსტათი გადაღებული რაღაცა ეს მიზუმებული, შენელებული რაღაც, ანუ ეს არის ძალიან ბუნებრივი რეაქცია. ბიჭსაც შეიძლება გახედო იგივენაირად, როგორც გოგოს, იმიტომ რომ ვისაც, აი მაგალითად მე ხომ მიყვარს ბაიკი, მაგრამ მიყვარს სპორტი. ნებისმიერმა ბაიკმა რომ გამიაროს, მე რომ მანქანაზე ვიშტე და დადგეს წინ, ანუ აუცილებლად გავხედავ, მაგრამ იმას ხო არ ნიშნავს, რომ ვაიმე რა მაგარია და ან გავგიჟდი და ნუ ეს არის ძალიან ბუნებრივი რეაქცია ჩემი აზრით რა და ის რომ აი მაქედან ვამჩნევ ამ ყურადღებას, არა, აი უფრო მიყვარს ხოლმე მანქანით რო ვარ, გადმოვალ საერთოდ სხვა, ვთქვათ, ვიზუალზე ვარ და არა ბაიკის ფორმაში და ისე მცნობენ ხოლმე, ვთქვათ, მაღაზიაში, ქუჩაში. თავიდან ისე არიან, რომ მგონია რომ რაღაცა ცუდად მოგვესალმებიო და არ გეუნებით არაფერს და ეხლა ამ ბოლო დროს მოდიან ხოლმე და მეუბნებიან, რომ შენ ხო ის ხარ, მეთქი კი. სუშავით რო დადი. ხო, მეც მიხარია რაღაცნაირად და სასიამოვნოა რა თქმა უნდა ყოველ სიამოვნო. სხვა შორის ჩემთან ვისაც უხსენები ხარ, ანუ რო უკითხავთ რომ ან იცნობ, ან ის გოგო ხო იცი, ესე ანუ ესე გახასიათებენ ხოლმე, რა ის სუშავებით რო დადის ის გოგო. ხო, ანუ ეს ასაცმლის ამბავი ხო შავის თემა არის კი.
წეღან ახსენე ელზა, რომ ელზასთან ერთად რომ დადიოდი და ის ამბავი როგორ მოხდა რომ დაგეჯახა? ხო, ეგ ძალიან ისეთი სიტუაცია იყო, მოკლედ. რო დავიწყეთ სიარული ქალაქგარეთ, ერთ-ერთით დავდიოდ ძირთად, იმიტომ რომ ლიტრენით რო გავხვალ, უკვე მე ძალიან ძნელია, უკან 600-ზე გადასვლა რა და იმდანაც მივეჩვიებით უმეტეს ბანზე უკვე მაღალ კუბატურას, რომ აი 6-ით მგონია რომ მეც ვიტანჯები, თვალკე ვაიკი იტანჯება და ნუ არა, ვიკავებ თავს. და ერთ-ერთზე მიყენია რიზომა სარკეების პატარები რო არის. ნუ არ ჩანს რა ფაქტიურად, აი ძალიან სილამაზისთვის არის ეგ სარკე, ისე ვერ იყენებ. ვიზუალური ეფექტია მაგ. ისე ვერ იყენებ. და ესე შორ გზაზე აუცილებელია რომ სარკე კონდეს მით უმეტეს როცა რამოდენიმე მიდიხარ თან მანქანა და ბაიკი მოყვება და უკანაც აი ისეთი მოხვევის მაჩვენებლები მიყენია რომელიც ანუ არ ჩანს კარგად აი ძალიან ვიწრო არის ეს რაღაც aftermarket ნაწილია ნომერი უფრო ზემოთაა ვიდრე თვითონ ეს მაჩვენებელის და ყოველთვის დავდივით ხოლმე ანუ წინ მე მიწევდა ხალი ტრენინგ თუ არა და ყოველ ვარიანტში მიწევდა მე წინ წავს ხო უკან ელზას და სულ ვეუბნებოდი რომ მეთქი ანუ კარგად დააკვირდი რა ანუ ტორმუსაც იშვიათად ვიყენებ უფრო ძრავით ვანელებ ხოლმე თუ ძალიან არ მჭირდება არ ვიყენებ და ანუ ამასაც არ ანთებს რა შესვამისად უკან მეთქი ანუ კარგად დამაკვირდი დისტანცია დაიჭირე ანუ ეს შეთანხმებული მქონდა რომ სულ ეს უნდა გვეულო და ეგ მაშინ მივიდოდით ფასანაურში ხინკლები საჭიროა ორი გოგო ბაიკებით ფასანაურში ხინკალზე. ანუ ვიფიქრეთ რა ვქნათ, კარგი ამინდია, მგონი ოქტომბერი იყო უკვე და აი ბოლო კარგი ამინდები რომ შეგვერგო და ქალაქში რო არ გვინდოდა და წამო ფასანაურში ხინკლები ვჭამოთ, მეთქი კარგი წავიდეთ. და რო წავედით, ანუ ისე დავდიოდით რაც წინა ჩვენი შორი გზები იყო, რა თქმა უნდა. მეც არ ვიცოდი ეს სად იყო ეს რესტორანი გოგორივულ სადაც მივიდეთ, არც ელზამ და ეს წინ მაგ ტელეფონის თამაგრი და იქ ჩავერთეთ ეს Google Map-ით, რომ იქ უნდა მივსულიყავით და ნუ მიწერს 1 წუთს ბოლოს და გავჩერდით მაგამდე, ნუ მეუბნე მეთქი 1 წუთს მიწერს, სადღაც არის გადასახავი. კაიო, არა პრობლემაა, ნუ უკან მომყვებოდა. და როგორ რაღაცა ლამაზი ადგილია ძალიან რა და ელზასაც ეყენა კამერა, მეც მეყენა კამერა და მე მაგამდე უკვე მოუკარი თვალის ხელით ვანიშნა რომ მეთქი ანუ აქეთ უნდა გადავუხვიოთ თქო რაღაცა იქ ცოტა დავაბუღილე რაღაცა მე მგონია რომ დაამინახა და მომყვება და ნუ იქიდან შევანელე რომ უკვე უნდა გადავიდე რა რომ პირდაპირ გავაჩერო და ამ დროს რაღაცა მეიჯახება მეთქი რა არა მშვიდობით დავთვალე და როგორ იყო იცი უბრალოდ ელზამს გვიან დამინახა რაღაცა კადრი მოეწონა და გვერდზე გაიხედა და ათვალიერა ბუნება და რაღაც თან გადავიღებ ვიდეოსა და რო გამოიხედა უკვე წინ დავხვდი და გვიანი იყო რა მაგრამ ნუ მშვიდობით იმან ცოტა მეტი იყო ხა ვიდრე მე მაგრამ ისეთი ბაიკებსაც არაფერი არ გაფუჭებია მნიშვნელოვანი წავედით შევედით ხიკრა როგორი სიტუაცია იყო იცი აი სუსტად რესტორანთან წავიქეცით რა აი ძალიან რო ხშავდი რომ შეუწვევი ხინკლებს აი ესე შემუწექით ბაიკები და ანუ იქ თვითონ რესტორნის სტაფი ხო იყო გამოვარდნენ ეგენი აგვაყენებინეს ის რაღაც სად მიდიხარ მეთქი თქვენ არ მოვდივართ გუშია და აქვს ეს მე ყინულები მოგვიტანეს აი და თან ჭამეთ თან მოუშუშტით და წამოვედით მე ჩვეულებრივ არც ერთ არაფერი არ არა ხო ელზა ბაიკმა გაგაცნო ანუ მოტო სფეროდან გაიცანი თუ მანამდე მე ერთად დავდიოდით პიტსტოპში იმაზე ანუ ერთად ვსწავლობდით ერთდროულად და მაქნან გავიცანით ერთმანეთი რა მე უფრო ელზა არ იყო რაღაც პერიოდი საქართველოში მე რო დავდიოდი აქ და რო ჩამოვიდა მე ხო აი ელზა ნუცა უფრო ერთდროულად გავიცანი ესე თქო დახლიდან ხო რაღაც საერთო რაღაცას რო გამონახავ ადამიანთან. ხო, აი მაგ პერიოდში კიდე არ იყო ამდენი გოგო ბაიკერი და აი რაღაც ჯგუფი გქონდა, ეხაც გვაქვს, ეხა ბევრი ვართ იქ. გოგოები ცალკე ჯგუფში ყოფილან, ნახეთ. Facebook-ზე გვაქვს ყველგან ეს ჯგუფი რაღაცა და იქ ვიწერებიან ხოლმე, რომ აი აქ შევიკრიბოთ გოგოები ეს და როადრე რომ მივდიოდით ხოლმე, მთელი ჯგუფი რო წამოსულიყო, აი მაქსიმუმ 15 კაცი, 15 ბაიკი ვიყავით. ეხა ძალიან ბევრი არიან რა და მე უკვე ცოტა ვერიდები ხოლმე აი 20-30 ბაიკი რო ერთად კატაობს არ მიყვარს. აი 5-ზე მეტიც არ მიყვარს და ცოტა ვერიდები ხოლმე ეგეთ სიტუაციას, მაგრამ ძალიან ბევრი არიან, კარგადაც ერთობია. ხო ანუ რო ვუყურებ ხოლმე შენ სტორებს ვიდეოებს, ხვდები რომ დიდად შენც არ ხარ მოყვარული ბევრთან ერთად. აი მაქსიმუმ ჯამში რო 5-იც ანუ არა, აი მაქსიმუმ 3 რო ვიყოთ. კი. ეგეც ვინც ვიცი როგორ ატარებს, იმიტომ რომ აი ვიცი როგორ ატარებს ელზა, მაგრამ მაინც მოგვივიდა ხო ეგ შემთხვევა და ძალიან ძნელია, როცა არ იცი როგორ ატარებს, როგორ აეწყო, ან აი ძალიან რთულია რა.
და თან რაღაც პასუხისმგებლობაც არის, მე ცალკე შენერვიულობ, როგორ არის თუ უკან არის თუ წინ არის, ანუ აი კი ეგ მომენტი მეც მაქვს ხოლმე, ვინმესთან ერთად ბევრი თუ გავდივართ ერთად რაღაც ნერვიულობ სხვაზეც, მარტო შენთაზე კი აი ძალიან ძნელი არის მართლა და მაგიტომ მირჩევნია რომ აი ვისაც დიდი ხანია ვიცნობ, ვიცი, ცუდად არის თუ კარგად არის, ვიცი როგორ ატარებს, იმასთან ერთად გავიდა, ვიდრე რო არ ვიცი რა. აი ყოველს ურჩევ რომ მაინც ეგრე გააკეთონ, იმიტომ რომ უბრალოდ უსაფრთხოა. ჩემი აზრით ეს 20 და 30 ბაიკი რო ერთად ადის არ არის უსაფრთხო საერთოდ. უსაფრთხო არა, მაგრამ რა ლამაზია. ლამაზია და ძალიან ერთობით რო გადმოდიხართ ბაიკებიდან ლაპარაკობ, გაიცნობ, რა თქმა უნდა, ეს ხო ბაიკერები ხო კომუნიკაციის ამბავში ძალიან ის არის. რა მაინტერესებს? ტრეკზე არ გიფიქრი არასდროს? ტრეკზე ერთად შეხება მქონდა დრაგზე რო გამოვედი მაშინ. ეგ კიდე ცალკე ისტორია, იმიტომ რომ მე მგონი მაგამდე გოგოები არ გამოდიოდნენ და ეგ ამბავი რო დავიწყეთ, ახლა გაგრძელდა. დრაგზე სხვა მხრივ წრიულზე შესვლა არ მიფიქრია და რატო არ მიფიქრია? მე წოდება ბაიკები. იმიტომ რომ თუ მათ შეხარ ახლა საკატაოდ ხوار შეხვალ რაღაცა უნდა გარისკო, ისწავლო, დაწო რაღაცა და ძალიან დიდი შანსია რომ რა თქმა უნდა წაგექცეს მან მოტოციკლი და ამიტომ ცოტა მეწოდება, მაგას თავის ბაიკი უნდა ცალკე, ან რაღაც ზედმეტი პლასმასი უნდა გამოწერო და უმაგრო, რომ აი ბევრი რაღაც არ გაგიფუჭდეს და იმდენად ეხა ორივე ბაიკი ჩემი არის ეს თქვა საკოლექციო, იმიტომ რომ Yamaha არც ერთს აღარ უშვებს, ეხა Air-იც თქვა რომ ბოლოა და აღარ უშვებს, Air-6 დიდი ხანია უკვე აღარ უშვებს, რა ძალიან მეწოდება რა შევაძილო ეხა ტრეკს და ნუ ან რაღაც ისეთ გავფუჭდეს რომ ვეღარ ავაწყო რა ვიცი. დრაგზე როდის მიიღე მონაწილეობა? აი პირველი გოგოების დრაგი რო იყო, არ იყავი შემაში რუსთავში? აი ძალიან საინტერესო საღამო გავგავდა. ეგ რამდენი წლის წინ იყო? ეგ იყო 2 წლის წინ მე მგონი, ხო? 2 წლის წინ იყო. მაშინ ანუ ეგ მოხდა ძალიან სასაცილოდ. მოკლედ ჩემი მეგობარი მეუბნება, რომ ჩოლებრივად ტარდება დრაგი, როგორ სტარდებოდა ხოლმე წინა წლებში და ჩემი მეგობარი მეუბნება, ანუ ხუმრობით. რომ ისო არ გამოდიხარო გოგოების დრაგზეო, რამდენი გოგო დარეგისტრირდება და ანუ გავგიჟდით მეთქი, ანუ სულ 10-ნი ვართ. ვინ გამოდის? ანუ მაშინ ცოტანი ვიყავით ძალიან და მით უმეტეს აი 600-იანიც კი ძალიან ცოტა სყავდა. და ნუ აი რაღაც ურეკავ ლადოს ხო მაშინ იცოდა ვინ გამოდიოდა ვინ არა მეთქი, ანუ ვინ გოგოები გამოდიან. ნუ ის მიხვდა რომ მე ვიღაცა მეღადავა და ისიც რა თქმა უნდა მეღადავა, რომ აი ასაკის მიხედვით მაგ კლასებიო და მე დავიჯერე რა. ხო და მეთქი მეც მინდა თქო მაშინ და ვინები არიან თქო რაღაც, ნუ არ მითხრა ამაზე არაფერი. და ეს ასაკის მიხედვით კლასების დამაჯერა რომ ანუ ასაკით იყო დაყოფილი გოგოები რა ესე 18 წლამდე 18-დან 25-მდე და მე ზემოთ რა. ეხლა ზემოთ გიწევსო ეხლა. ნუ რაღაც გოგოები ჯგუფი როგორ დავწერო მეთქი ანუ ვინ გამოდიხარ თქო რატო არ ვიცი რატო რა ვინ არ მითხრით ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და არავის არაფერი არ ვთქვამს და ნუ იქ ატყდა მე ამბავი რომ ანუ აშკარად შენ მოგატყო ეს არავინ არ გამოდის მაგრამ გავიდეთ ხო და მეთქი კაი მე მინდა მეთქი მე უეჭველი გავალ თქო და მაშინ დავრეგისტრირდი ბიჭების კლასში იმიტომ რომ გოგოების კლასი არ იყო ესე ცალკე მე რაღაც ეს ლოდოსგან იყო შემოთავაზება რომ იქნებ გოგოების კლასი თუ იქნება ყველა ერთად გამოდითო და ნუ რაღაცა დავიწყეთ მე ეს ხალხთან ლაპარაკი მაშინ ათინა იყო ჩვენთან ერთად ათინა და მე ვიყავით ეს ყველა გოგოს წერდით რომ აი გამოდი გავიდეთ და ნუ რაღაცა შევკარით მე მგონი 11-ნი ვიყავით საბოლოო ჯამში უბრალოდ არეული იყო კუბატურები რა ზოგი 300 იყო ზოგი 400 ზოგი 600 ზოგილიტრიანით ზოგი სტრიტით ზოგი აი ძალიან არეული იყო უბრალოდ სამოყვარულო გასართობად ხო მაგრამ საკმაოდ დიდი წვლილი მიგიწვის ესე იგი გოგოების კი მაგის მე ჩამოყალიბდა ესე გოგოების კლასში უბრალოდ მე აღარ გამოვდივარ რა შევეში მაგამბობს ჩამოაყალიბე და იმაში რომ მიიღე მონაწილეობა როგორ დასრულდა ეგ ამბავი როგორ დასრულდა ხა ეს იმდენად რა თქმა უნდალიტრიანი მე გამასწრებდა და რაღაცა მე მგონი მე-4-ზე ვიყავი გოგოებში და რითი იყავი შენ მაშინ? Air-6 ვიყავი მაშინ მე-4-ზე ვიყავი გოგოებში და ბიჭებში სხვათაშორის აღმოჩნდი მე-6 ადგილზე როგორ არ ვიცი რაღაც ქულებით ხო ითვლება ეგ მაგას თუ როგორ გვაქვს დღემდე და ნუ ბოლოს მე მითხრეს რომ ბიჭებში მე თუ რაღაცა ეგრე მითხრეს რა ძალიან კარგი შედეგია, როდესაც პირველად იღებ მონაწილეს გამოცდილება საერთოდ არ გაქვს. ბიჭებს სამხელა კონკურენციას უწევ. სხვა შორის, მე ბიჭებშიც გამოვედი მაგ დრაგს, მაგრამ გოგოებში არ გამოვედი, რადგან დარეგისტრირებული ვიყავი, ანუ რეალურად მე მაინტერესებდა ჩემი ბაიკის მონაცემები, ანუ როგორ წავიდო და მე რა უნდა მე განმევითარებინა სტარტის დროს და ანუ რაღაც ეხა გოგოები რადგან ყველა პირველად გამოვდიოდით, მანდ ვერ მივხვდებოდი რა, სად მქონდა პრობლემა და
ბიჭებშიც გავედი სხვა შორის, პირველ ბიჭს გავასწარი. ემოციები როგორი? ანუ სხვა შორის ძალიან ნერვიულობდი. იქ ცხვირიც ამიწია შუაში. მაგაზე სხვა შორის დიდად ვერ მივხვდი, რომ დავწიე, მე მივხვდი, რომ აიწია და ესე არ მინერვიულია, მაგრამ საინტერესო იყო, რა კაი გამოცდილება იყო. უბრალოდ აი მეორეჯერ რაღაცა აღარ გამჩენია სურვილი დიდად. რატო რამ განაპირობე? ანუ ისე მოგეწონა ხა ისე ემოციები ტყვევი, რომ მე მეგონა რაღაც კიდე იყოდი ერთ სუნოქს გავა. პირველი დრაგი იყო, ეხლა შარშანაც ბევრი ხალხი იყო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით ის იყო პირველი დრაგი, სადაც ხალხიც ძალიან ბევრი იყო, იმიტომ რომ გოგოების კლასი აინტერესებდა ყველას, ან ტრიბუნებზე პირველად იყო მე მგონი მანდ ხალხი. მე ყველა გადმოვიდა სტარტის ხასთან და იგუნა გენახა იმ მომენტში რომ სტარტავდით გოგოები, ანუ ხალხიდან გამოვდიოდით რა, იმიტომ რომ ყველა იქ იყო რაღაცნაირად და ისაც ნერვიულობდი და ვინ გადმოგიხტებოდა, ანუ აი ცოტა აირია ბოლო სიტუაცია. მაგრამ რა არის, იცი, იმდენად ეხა მომზადებულები გამოდიან ეს რო განვითარდა, ანუ იქ რაღაცა გადაკეთებული, აზრი არ აქვს რა. მაშინ მეც ეგრე უნდა მოვემზადო რაღაცა გადაკეთებული. გოგოებში ხო არ არის ეგრე ძალიან. გოგოებში გასვლა არ მინდა ისევ. უკვე ბიჭებთან მინდა. ბიჭებთან მინდა გასვლა, თავიდან ერთით ვფიქრობ და პირდაპირ მითხრას რომ აზრი არ აქვსო, იმიტომ რომ ლიტრაზე ჩემი წონა არაფერს არ წყვიტავს და მე 600-იანზე მე რომ სპუკი ვარ, შეიძლება რაღაც პრივილეგია ბიჭთან მქონდეს. ძალიან ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ეს სპორტი და ძალიან კარგად ემზადებიან, სხვა ქალაქებიდან ჩამოდიან და იღებენ მონაწილეობას და ძალიან მიხარია, წარმატებას უსურვებ ყველას. ეხლა მალე ჩატარდება უკვე შეჯიბრი. ხო, ახლა მაისში არის კი. კი, და ემზადებიან ბიჭები და ყველას წარმატება. კი, ჩვენგანაც, ჩემგანაც. სხვა შორის იყო მაშინ რუსთავიორმა რაღაცა ტელევიზიებმა გააკეთეს პირდაპირები, მაშინ გოგოები რო გამოდიოდნენ. ყველა მე ჩამწერა რატომღაც. და მაშინ უკვე ის იყო რა, აი პირველად აღინიშნეს ტელევიზიებში რაღაცა გოგოები დაემატა, თვითონ იქაც იყო მოსული ოპერატორი გადაიღეს და კარგია, ნელ-ნელა რო ხალხი ემატება, სრულიად ბევრია, მეც მიხარია. ძალიან კარგი. კიდე რა მაინტერესებდა? ქვეყნიდან არ გასულხარ მოტოციკლით, ხო? ჯერ არა, ხო. გააქვს ღირმაში? კი, მინდა, მაგრამ მაგას ცოტა მეტი ის უნდა დაგეგმო რაღაც, ცოტა შორს რომ მიდიხარ. ეს მარტო გოგოების წასვლა დიდად არ მხიბლავს მაგ ამბავში. ან მარტო არა, ესე გვინმესთან ერთად ხო, ანუ ვინმე ცოტა რაღაცა რო იცის, აი ხა რაღაცა რომ მოუვიდეს მოტოციკლს აი იმ მომენტში რომ ვერაფერს ვერ გუსამ მე რა, სადღაც რო დავემართოს ეგ. ვიღაცა, მაგრამ ვინც იცის, უნდა გამოყვეს, რომ ცოტა უსაფრთხოდ იყო. ანუ კი, რაღაც ის გინდა, კარგად უნდა დაგეგმო რა. მე ცოტა უპასუხისმგებლად ვიქცევი ხოლმე მაგ საკითხში. ესე ერთ პარასკევ დილით გადავწყვიტე, რომ მეთქი თურქეთში ხوار წავიდე დღეს საღამოს და ჩავბარდი და საღამოს სამსახურს მე დაჭიქი მოტოციკლს წავედი და რაღაც 2 დღე გავატარე და ჩამოვედი და ხო ცოტა შორს რომ მიდიხარ, მით უფრო კარგად დაიგეგმო. თურქეთში ეხა ზაფხულშიც მინდა გადასვლა, აი ახლო ტერიტორიაზე მაქსიმუმ 6 საათი ხო. ეგრე კი, უბრალოდ ჩვენ გვინდოდა თურქეთიდან ევროპაში გადასვლა და აი ეგ უკვე ცოტა კი, მაგას მომზადებული უნდა წახვიდე რა და მე ერთი ნაცნობი ბიჭი მყავს, ვინც დამოგზაურობს ხოლმე და ვეთყვი და აი მაგან მითხრა სხვა შორს რომ გამოყვევიო, მაგრამ რაღაცა არ გამოვიდა, შარშან ვერ აიწყო, თორე ჩემთვის ეცალა ხა მაგაზე უნდა ჩაესწრო. ხო, ძალიან სწრაფად ჩავიდა რაღაც, სხვა მიზანი ქონდა, რომ მალე მომხდარიყო გერმანიაში და ბევრი ისეთ ქვეყანა გაიარა, რომ არც გაჩერდა და ეგ ცოტა ხო. აი მე უფრო ეგრე ხო და ჩემი აკიდება ხა მაგისთვის ცოტა ის იყო, ანუ მე ისე მინდა რომ ყველგან სადღაც დავათვალიერო თან რა. მან მაგას დროც უნდა ბევრი და ცოტა ის არის, მაგრამ ეს გეგმაში სამომავლოდ ცოტა შორს მაქვს, ეგ ანუ საზღვარ გარეთ, ანუ ევროპაში, ასე ვთქვათ, მოტოციკლეტებით, ისედაც გადიოდა ხალხი, მაგრამ უფრო კრუიზერებით და ისეთი მოტოციკლეტებით, რომლითაც დიდ გზაზე მგზავრობა კომფორტულია და ეს ბოლო პერიოდში სპორტებით დავიწყეთ უკვე. ხო, რაღაც თითქოს რაღაც მოდას ავყევით, ალბათ, იმიტომ რომ ვერ დამაჯერებს იმას, რომ სპორტით კომფორტულია შორგზაზე წასვლა. ძალიან არაკომფორტულია, მაგრამ მეტყურადღებას იქცევ, თან ხარ შენი საყვარელი ტრანსპორტით წასული და არა. ანუ როგორი რაღაცა იცი, იმდენად იმ მომენტში შემთხვევით ქსიამოვნებს, რომ ის დისკომფორტი, წელის ტკივილი, რაღაც ხელის ტკივილი აღარ გაწუხებს. ეს შენი მანქანა კომფორტული ხო არ არის დიდ გზაზე ხარ აწყავს. მაგრამ შეიძლება რაღაც კარგი ჯიპი, რომელიც კომფორტულია, ისიც ყავდეს და გადაწყვიტო ამ მანქანით წასვლა, იმიტომ რომ ეს უფრო მეტად გიყვარს, კი. და მზად ხარ
დისკომფორტზე წახვიდე, რაღაცა მოიკლო, მაგრამ ისეთი ტრანსპორტით მიდიხარო, გიხარია შენ. აი შენ რომელიც გიყვარს და რაშიც კომფორტულად პირადად შენ გძნობ თავს, ალბათ ხო, მაგით უნდა იმგზავრო. მაგრამ ის რომ ზოგადად სპორტით მარტივია წახვიდე, არ არის მარტივი, ნამდვილად არ არის. იღლები რა თქმა უნდა. კი. ეხლა გეგმაში მოხსნეს ლადო რო წავა, არა, იტალიაში მინდა. აი, იტალია ეგეთ რაღაცა მეც მომწონს. და ლადო რო წავა, შეიძლება დიდი ალბათობით იქ გადავიკვეთებით იტალიაში და ძალიან მაგარი იქნება ორი ქართველი. კი. ყველაფერი სპორტებით წასულები. აი, შენი ბაიკით კიდე უფრო კომფორტულია ვიდრე ძალიან კომფორტულია ჩემი ბაიკი სხვა სპორტებთან შედარებით, რაზეც მე ეს ზოგადად ეგ არის, მე ძალიან ბევრი რაღაცას ვუყურებ ხოლმე, ვკითხულობ, აი რაც მაინტერესებს რა რამდენიმე ლიტრიანი ბაიკია, ვადარებ, აი ეს კომენტარებს ვკითხულობ, იმას ყავს რა დაწერა, მე ზოგს ვიკითხები პირადად და ნუ ერერი ახალიც და ძველიც ყველაზე კომფორტული ლიტრიანი ბაიკია, ეგ რა თქმა უნდა. გივლია ისე თუ არა? არა, ეს პირადად არ მიტარებია, მაგრამ აი ესე რომ დამშტაბარ უბრალოდ რა ძველზეც და ახალზეც თვითონ დომის პოზიციაც აი იამაჰასთან შედარებით ბევრად კომფორტული აქვს, ვიდრე იმაზე უნდა უეჭველი უნდა დაწვე, ანუ ისე რომ просто ესე დაჭდა ვერ. და კიდე ერთი კითხვა მაქვს შენთან. საქართველოში ბევრგან ხარ ნამყოფი. კი. ბევრი კუთხეები აქვს შემოვლილი და ყაზბეგში ხარ მე მგონი რამდენჯერმე ნამყოფი, იმიტომ რომ სხვადასხვა ბევრი ისეთი ვიდეო შემოხვდა. მე რო ყაზბეგში ვიყავ მოტოციკლით, მქონდა აი ყველაზე სასწაული გრძნობა დანარჩენებისგან განსხვავებით რა. არც კახეთში მქონია ეგეთი გრძნობა, არც ბათუმი, არც არსად, როგორიც ყაზბეგში. შენც იგივე გრძნობა ქონდა ყაზბეგზე თუ მარტო მეორესე აქტუალურია? აი ეგეთი ლამაზი გზა ალბათ სხვა არც ერთი არ არის. ანუ ეგეთი რაღაცა ის სუხეთის ხედებზე დადიხარ, სულ ტყეში დადიხარ. მთები და პატარა ბაგი. აი, სასწავლო ადგილას დადიხარ, ну, მანქანით ხომ აქამდე ვიყავი ნამყოფი, რა თქმა უნდა, გიждდები საზღვარგზე, ძალიან ღონაზია, მაგრამ აი, ბაიკით რაღაცა საერთო ცხლა ემოციას იღებ მაგ დროს. ხან წვიმს, ხან არ წვიმს, მანდაც ეგრე გზაში ძალიან ბევრჯერ გაგვიწვიმდა, ძალიან ბევრი ტრაილერია შენც იცი, გზაც არ არის კარგი, ცუდი გზაა. მაგრამ აი იმდენად ნასიავნები ჩამოვედი, ანუ აი იმით რაც ნახე, რავი, ანუ კი მართლა ყველაზე ლამაზი და ყველაზე კარგი გზა ყაზბეგი იყო ჩემთვისაც. ერთ-ერთი აღწერა ზუსტად ყველაფერში 100% გეთანხმებ. მანდ რო კარგი გზა იყოს დაგებული, შეიძლება შეერთებია. ხშირად აგებენ, როგორც ვიცი, უბრალოდ ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ტრაილერების გამო მაგზას მიღებული და შესაბამისად მალ-მალე ფუჭდება მით უმეტეს ზამთარში მანდ ხო თოვლი საკმაოდ დიდი თოვლი დევს და პლუს ეს ტრაილერების სიმძიმე აწובה და ანუ სულ ესეთია ეს გზა, სულ ორმოებია, ის გვირაბი ხო საშნელება იყო. აი ბაიკით რო ხარ და ძალიან ახლა ერთი ბორბალი აქვს რა წინ და ნუ გინდა რომ ვერ ზოგს ვერ აცილებ, რა სადღა რომელიღაცა უნდა აგერჩი, ანუ ანამაში ჩავარტყა, ან აქ ის სადღაც. შედარებით პატარა რომელი. ხო, აი ეგრე ვარჩევდი მართლა ბოლოს რომ მეთქი ძალიან არ გაფუჭდა და ამაში ჩავარტყა თქო, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ღირს რა მანდ ერთხელ ყველა ბაიკერი უნდა წავიდეს აბსოლუტურად კი. ბაიკს შენით ასერვისებ თუ დაკავს ძირითადად? ბაიკს ჩემ მეუღლეს მივცემ ხოლმე, როცა ზეთია გამოსაცვლელი ან საბურავი. ეს გასერვებს აწვე? არ თვითონ მახსენებს, რომ რამდენი გაიარა, ანუ ერთხელ ესე რომ ჩავედით, ჩამოვით რაღაც, მეთქი ანუ არ ვიცი. მაგრამ მე გადავთვალე ესე Google-დან რამდენი გაბიარე და ცოტა ზეთია გამოსაცვლელია, წაიყვანს გამოუცვლის, მე მომიყვანს. მეხმარება რა მაგაში. ეგ ძალიან კაია, მაგრამ ანუ ჩემთვის შემიძლია მაგრამ თვითონ მაგაკეთებს. ხო რატომღაც აი 99% ვიყავი დარწმუნებული რომ მეტყოდი რომ ჩემი თვასერვისებ. არა, ну ჩემთვის შემიძლია რა თქმა უნდა, მანქანაც მივიყვანია ხოლმე ხელოსანთან და ბაიკიც, მაგრამ რავია, აკეთებს და ახლა ხო არ. არა, ნახე რა მაინტერესებს. უცებ დაგჭირდა რომ შენით დაასერვისო ცეპი. იც ჯაჭვი. იცი კი, გავაკეთებ, იმიტომ რომ ეგრე უცებ დამჭირდა, ზოგადად იამაჰას აკუმულატორის პრობლემა აქვს. და ერთ-ერთი უკვე რაღაც ახალი აწყობილი მყავს რაღაცები მიომატიქს არ კეისას და ნუ გავიდე რა. და ნუ ეს არ იქოქება, არასდროს არ იქოქება, ანუ ითიშება და ქოქავთ ითიშება და ეს ჩემი მეუღლე არ არის ზოგადად თბილისში, ესე და არ ვერ ქოქავ ამ ბაიკს და ნუ ტელეფონით ამიხსნა რომ ეს სიდენია, ამოიღე იქ არის მანქანას გადაერთ მანქანაზე ვიცი ახლა რა უნდა გავაკეთო. ეს ხუთ წუთში ერთხელ მანქანაზე ვაერთებდი პერემიჩკებით, ვქოქავდი ამას, ანუ ჩემით დავშალე აბაწყე, ასე ვთქვა და გამოვი რა. ანუ რამე რომ დამჭირდეს გავაკეთებ, კი. ნუ ხო ახლა როცა შეგიძლია რომ მარტივად მეუღლემ წაიყვანოს გააკეთოს და შენ დავიწვალო, რა ყველას უყვარს ეგეთი მარტივი გამოსავალი და მე რატო არ მიყვარს.
ხო, ბიჭებისთან ჩვენთვის უფრო მარტივია ხა გოგოებს რაღაც იქ მარტივია თან ჩილი, თვითონ ქის ახლა და რაღაც ყველას შეიძლება ვიცნობ და ყველთან მეგობრს და თვითონაც ფაქტობრივად მეგობრის სანახავად მიდის და პლუს ცვლის რა და ეხლა ურჩევნია ხოლმე რა თვითონ მეუნება რომ მეწავიყვანო და არა მე წავიყვან თქო ხო, მაგრამ აი დიდ გზაზე როცა მიდიხარ, მაგათ ბათუმში ჩასვლა ჩამოსვლის დროს, იქ ალბათ ვინმე ნახავ პროფილაქტიკას ხო და იქ დაასერვისებ უკვე. იცი რა ისეთი ცაპი მიყენია ერთ-ერთზე რომ ესე მალე არ ჭირდება. სერვისი არ ჭირდება. მალე ანუ თბილისში ვასერვისებ ცეps რო ჩავდივარ უკან რო ჩამოვდივარ მე უწევს რა. ანუ ეგ კი, მაგრამ ეხა მე ისეთი ბედი მაქვს რომ წვიმა მიწევს ყოველთვის და ტალახში რო დავდივარ და რაღაც აი ტალახში წვიმაზე მე ჭირდება კი. ეხა ჩვენ ისეთი უმნიშვნელო წვიმა მოგვიწია, მაგრამ ქობულით შევიარეთ მაშინ და ესე არ დაჭირდა. დაჟე შეამოწმეს იქ ნახეს, იმიტომ რომ ელზას დაჭირდა, ელზას ბაიქს. და ჩემსაზე რო ნახეს, არ ჭირდებაო და წამოვედი უკან. მე ისეთი წვიმა მომიწევა, ცურავდი რაღაცა მოტოციკლით. ოქროს ფერცეტი უნდა იყიდო მე მგონი, ეგარი კაი. ნაკლებად ჭირდება. ეგრე ვიცი. კარგი, ძალიან დიდ მადლობას გიხდი დღევანდელი სტუმრობისთვის. იმედია მოგეწონათ, ნინის შესახებ ბევრი ინფორმაციაც მიიღეთ, რაც გაინტერესებდათ. მაგრამ ისე ვერ გაგიშვებ, ერთი პატარა სუვენირი რო არ გადმოგცე. ეს Yamaha. აი ესე ჩემი კოლექციიდან Yamaha ერე. ხო და იმედია მოგეწონა, მე მგონი გავს ხო შენ მოტოციკლეთს. შეიძლება რაღაც პატარა დეტალებში იყოს ხვაობა, მაგრამ ეს ჩემგან სუვენირად ესე გამოგარდა. კიდე ერთი Yamaha მეყოლება. უკვე სამია. უკვე სამია, კი. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ, მადლობა სტუმრობისთვის. თქვენ კი არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა და დამიწერეთ კომენტარებში ვინ გინდათ რომ იხილოთ შემდეგი სტუმარი. აბა დროებით.